საუბარი დავიწყოთ იმ როლით, რა სტატუსითაც წარდგა საქართველოს დღეს ევროპარლამენტში. რამდენად მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ჩვენი ქვეყანა აი ამ ტიპის კონფერენციას ესწრება არა როგორც ევროპულ ოჯახში წევრობის უბრალოდ მსურველი, არამედ როგორც ოფიციალურად აღიარებული მომავალი წევრი. ნამდვილად არის ძალიან კარგი მომენტი, როდესაც განცდა, როდესაც ჩვენ ამ ღონისძიებაში მონაწილეობ როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი ქვეყანა და სპეციალური, ასე ვთქვათ, მისალმებაც კი დაიმსახურა ამ შემთხვევაში საქართველომ, ვინაიდან ის პირველად მონაწილეობს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით აღნიშნულ ღონისძიებაში. ეს არის ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფორმატი, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები იკრიბებიან. ამჯერად ეს იცით, რომ ბელგიაში იმართება და განსაკუთრებული შესაძლებლობაა, რომ ღონისძიება ევროპარლამენტში გამართულიყო, შესაბამისად მასში გარდა წევრი ქვეყნების პარლამენტის წევრებისა მონაწილეობდნენ ევროპარლამენტარებიც და ევროკავშირის ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებიც და ნამდვილად ძალიან კარგი პლატფორმაა დღეს საქართველოს ყოფილიყო აქ წარმოდგენილი და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან კოლეგებთან ერთად გვესაუბრა ჩვენ ხედვებზე, ჩვენს, ასე ვთქვათ, ჩვენი გზავნილები გაგვეჟღერებინა აქ ევროპარლამენტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების დეპუტატების მონაწილეობით ღონისძიებაში. თქვენ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვით ასოცირების გამოცდილებას და ის ნაბიჯებიც გაიხსენეთ, რაც ქვეყანამ უკვე გადადგა რეფორმების მართვის, კორუფციასთან ბრძოლის, სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის და ასე შემდეგ კუთხით. აი უკვე კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ რა მოლოდინი არსებობს საქართველოსთან მიმართებით? უფრო პოლიტიკური შინაარსი აქვს ამ მოლოდინს თუ ეკონომიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯების გასათვალისწინებელია? დიახ, ეს მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც ხას უსვამთ 10 წლიან გამოცდილებას ევროკავშირთან ასოცირების გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს აქვს განსხვავებული ასოცირების შეთანხმება, მაგალითად, ვიდრე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირთან და სწორედ ეს შეთანხმება გვაძლევდა ჩვენს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკურ სივრცეში უფრო მეტად ვინტეგრირებულიყავით ამ 10 წლის განმავლობაში და მეტი საფუძველი შეგვექმნა ამისთვის საკანონმდებლო კუთხით და არა მხოლოდ. და ეს აუცილებლად რომ ჩვენს კოლეგებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, ბუნებრივია ყველა არ არის ასე დეტალურად თქვათ ჩახედილი ამ საქმეებში და ეს მნიშვნელოვანი ნამდვილად არგუმენტია, ვინაიდან საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ამ მიმართულებით, რასაც ქვია ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაცია, ნამდვილად წინ დგას და გვაქვს რაღაც გასაზიარებელი შეიძლება ითქვას სხვებისთვისაც. ნუ გარდა ამისა, დღეს ახლა ძირითადად ჩვენ საუბრობთ პოლიტიკურ ასპექტებზე, ხა ვიცით რომ 9 ნაბიჯი ძირითადად პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ჩარჩოთი შემოიფარგლება და ნაკლებ საუბრობთ ეკონომიკაზე, თუმცა ევროკავშირი პირველ რიგში ეკონომიკური კავშირია და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოემზადება საქართველოს, როგორ იქნება მზად იმისათვის, რომ 4-ვე თავისუფლებით ვისარგებლოთ, რაც არის მთელი სილამაზე, ასე ვთქვათ, ევროკავშირის ერთიანი ბაზრის. და ამისთვის ბევრი რამ არის საჭირო, ხო, პირველ რიგში არის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, განვითარება იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ აი ამ ბაზარზე, სადაც მაღალ განვითარებული ქვეყნები არიან წარმოდგენილი, კონკურენტუნარიანები ვიყოთ, ხო დღეს ბევრს საუბრობთ თუნდაც მიგრაციაზე, ვხედავთ რომ საქართველოში პოლიტიკური ძალები ხშირად ამას რაღაც ნიშნის მოგებით საუბრობენ ამ საკითხებზე, ვთქვათ, შრომით მიგრაციაზე, რომელიც ნორმალური პროცესია, რომელიც გაიარა ყველა კანდიდატმა ქვეყანამ თუ ევროკავშირის ახალმა წევრმა ქვეყნებმა და ჩვენ დღეს ამაზე ვფიქრობთ და ამაზე ვმუშაობთ, რომ როგორ გაიაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობამდე ეს გზა იმგვარად, რომ ჩვენ არ დავკარგოთ ჩვენი მოქალაქეები. ის რაც მოხდა, ვთქვათ, ლატვიაში, ლიტვაში, რუმინეთში, ბულგარეთში და შევამციროთ ეს რისკები და სწორედ ამიტომ არის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა საინტერესო და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობენ თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნები, იმიტომ რომ მაგალითად გუშინაც და დღესაც განიხილებოდა თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უთანასწორობა და არათანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობები, რაც გავლენას ახდენს იგივე მოქალაქეების, ასე ვთქვათ, მოძრაობაზე ევროკავშირის შიგნით და არა მხოლოდ ბევრ ასპექტებზე.
შესაბამისად, ჩვენთვის ეს არის საინტერესო, საყურადღებო და რა თქმა უნდა, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მივაწვდინოთ სხვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ინსტიტუტებს და გავაცნოთ ჩვენი ხედვები. გარდა იმისა, რომ რა შესაძლებლობები ეხსნება ევროკავშირს თავად საქართველოსთან ურთიერთობებით. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ ახლა 9 რეკომენდაცია, ხო ეს რეკომენდაციები არის ის პუნქტები, რაც გასდევს ხომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზას. ჩვენ კარგად გვახსოვს ის პერიოდი, რაც საქართველოს გაიარა არათუ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან, არამედ განაცხადის წარდგენი და სტატუსის მიღებამდე. გვახსოვს ის პოლიტიკური ბატალიებიც, რაც ახლდა ამ პროცესს. პოლიტიკური ტემპერატურა მოსალოდნელია, რომ არც 2024 წელს იქნება დაბალი, თუნდაც საარჩევნო წლიდან გამომდინარე. მაგრამ აი როგორ ხედავთ თქვენ, აი რამდენად ამარტივებს მაინც ამ გზას ის ნდობა, რაც საქართველოს გასული წლის დეკემბერში მიიღო. კონდეს უნდა მოლოდინი, რომ მაგალითად 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესიც და შეფასებაც 12 რეკომენდაციასთან შედარებით ნაკლებად მტკივნეული პროცესი იქნება. ზოგადად ვხედავთ, რომ ახლა ჩვენ ქვეყანაში შიგნით შიდა პოლიტიკაში ევროკავშირის საკითხი, ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი საკმაოდ აქტიურად გამოიყენება და ვხედავთ ოპოზიცია როგორ ახდენს მაგალითად ამ საკითხის ინსტრუმენტად გამოყენებას პოლიტიკური ბრძოლისთვის. მიუხედავად კანდიდატის სტატუსის მიღებისა, არც ხდება ახალი, ასე ვთქვათ, სპეკულაციების მოფიქრება და ახალი, ვთქვათ, ვითომც და პრობლემების წინაშე ქვეყნის დაყენება. ეს არის საკმაოდ რთული პროცესი, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. ეს არ არის ხანმოკლე პროცესი, ევროკავშირში გაწევრიანება და ამ ეტაპებში, ამ პროცესში ჩვენ ხან 9 რეკომენდაცია გვექნება შესასრულებელი და ნაბიჯები გადასადგმელი, ხან 10 და შეიძლება მეტიც. ეს არის ძალიან ისეთი პროცესი, რომელიც ყველაფერს მოიცავს, ყოვლის მომცველი პროცესია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ახლა 9 ნაბიჯს ახლა ჩვენ გამოცდილება გვაქვს, ხო, 12 რეკომენდაციის შესრულების და რა თქმა უნდა, იგივე ვთქვათ, მონდომებით და იგივე სულისკვეთებით 9 რეკომენდაციასაც შევასრულებთ ევროკავშირთან ურთიერთობებში და მე იმედი მაქვს, რომ როდესაც შეფასების მომენტი დადგება, შესაბამის შეფასებასაც მიიღებს საქართველოს, რომ წინ წაიწიოს ევროკავშირთან ურთიერთობების გზაზე. მაგრამ ამას სჭირდება ინტენსიური კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, ევროკავშირის ინსტიტუტებთან, რა თქმა უნდა, ჩვენი ასე ვთქვათ, ძალისხმევა ამ ნაბიჯების სწორად შესრულების კუთხით და მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი, როდესაც შემდგომ გადაწყვეტილებამდე მივა, საქართველოს ნამდვილად წაიწევს, ასე ვთქვათ. სწორედ აი ამ კონტექსტის გათვალისწინებით საუბრის ბოლოს მინდა ვისაუბროთ იმაზე, რა დატვირთვას ატარებს გადაწყვეტილება, რომ ახალი პრემიერი პირველი ოფიციალური ვიზიტით სწორედ ბრიუსელში ჩავიდეს. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი გზავნილია, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ევროკავშირთან ურთიერთობებს და რა არის საქართველოსთვის ევროკავშირი. ეს არის სწორედ ამის დადასტურება, რა ყურადღებასაც ჩვენ ვაქცევთ ევროკავშირთან ურთიერთობებს. მე ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა უმაღლეს დონეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდეს შეხვედრები და განხილვები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ამ ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად და ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად პოზიტიური გზავნილია ევროკავშირის მხარისთვისაც, ვინაიდან აშკარად ადასტურებს ღიაობას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, პირადად პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ ჩაერთოს ამ პროცესებში უკვე პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან. ძალიან დიდი მადლობა ბრიუსელიდან ქრონიკის კითხოს პირდაპირ ეთერში მაგა ბოჭორიშვილი პასუხობს.